ნანული დაასვენე საყურები მოიხსენია ებიჭო გამოვიდა ბავშვი კარგი ნანული აბა გაიჭინთა ხმარა როგორ უნდა გაიჭინო ხმარა ნუ ნერვიულ ნანული ცოტა დაასვენეთ აი მოდის ნანული აბა შენიცი კიდევ დაასვენეთ ერთი წუთი მოფრინდეთ სოდოა ნანული ბევრჯერ გაქვს ეს გზა გავლილი ისე და ჩუმად არის ხმას არიღებს ყველაფერი რიგზე ერთი წამი ზად არის მე მგონი ნანული აბა მიდი უთხარი ერთიც გაიჭინთოს კიდევ ერთ ყოჩახნანი ფეხები მოახერინოთ გამეხმარ ბატონო გია ფეხები მოხაროს მენჯი გიორგი უფასორე ჭირდება ახლა იმის აი ახალი სიცოცხლე თავი ჩანს ნანული შავრე მოდის ნანული ერთის მიხტუნავს ადვინახავს ეკი მიხტუნავდეს და ეკთანი კაი მე ხელში მიყავს მოკლედ ნანული ერთიც ცოტა სანერვიულო ამბავი არის მოდის სწორად ვაკეთებ ასწავლეთ რაღაცას არასწორად აკეთებს არ დაუყოს სწორად ოდნავ თავი მობრუნდება თავი დაუყოს აი ესე დაუჭიროთ თავი მიჭირავს ეცადეთ რომ ხებით 2 წუთი და 2 წუთი აღარ იჭინთე აი იჭინთება ჭინთვა უთხარი კარგად ისუნთქოს კარგად ისუნთქე აბა ჩვენთან არის ბატონი გიორგი ხეცურიანი ექიმი რომელიც შენიშვნას მოგცემს ნანიკო გასწავლოს იმიტომ რომ რაღაცას არასწორად არ აკეთებდა ქეთევან ხოშიაური პრაქტიკულად ექთანი რომელიც გაჩერდა აღარ მონაწილეობას იღებს მშობიარობაში არაფერი ვთქვათ რომ მშვიდად ღრმად ისუნთქოს ღრმად ისუნთქე აი მოდის გამოვიდა გამოვიდა ნანიკო დამშვიდი იმიტომ რომ ექიმის სიმშვიდე უფრო იტირე ასე რომ შევიდრობე გაეხსნა ფილტვი ბიჭი დაიბადა მოდი დავაწვინოთ გულზე მოდი ჭიპლარი მერე მამას გადავაჭრევინოთ აბა სწორად რა შენიშვნებს მისცემთ ბატონებო და ქალბატონო რა გააკეთა სწორად და რა არა ყველაფერი იყო სწორად აბსოლუტურად მშვიდად იმშობიარემ დაწყნარება პირველ რიგში და მშვიდი ბავშვის მიღება ბავშვი ფიზიოლოგიურად დაიბადა ჯამრთელი ტირის სუნთქავს კარგად რა ნიშანს მივცემდით ათბალიან შეფასებით ათბალიანის თქვენი 10 მე 10 ბავშვი პედიატრმა ნახოს ხო მაგრამ ექიმის სიმშვიდეზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ეს ისე ნერვიულობა და შემთხვევაში ეგეთი რამე არასდროს არა ორიგინალურად კარგად ყველაფერი ყველა მოძრაობა იყო ზუსტი ძალიან კარგი პაციენტი კარგად გზნობს თავს რაც მთავარია დედა და ბავშვი კარგად არიან და ერთმანეთს ახლა ასე ვთქვათ პირდაპირ ეცნობიან აი რა არის რა იყო შეცდომა რა გავაკეთეთ სწორად რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ ანუ აი სამივე მერთად დიახ სამივე მერთად კარგად იმოქმედეთ შეცდომა ალბათ აქ არ არის იმიტომ რომ ყველას გვინდა და დიდი სურვილი გაქვს რომ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე და რაც მთავარია ის რომ ვამშვიდებთ დედას, ჭინთვა ფიზიოლოგიურად თავისით ხდება და ბავშვიც გადასარევად წამოვიდა. მე ვერ ხედავ აქ ენერგიას. მე მაგალითად საყურე რომ ეკეთა, საყურე უნდა მოვიხსნა. დიდი არაფერი დარღვევა არ არის, მაგრამ სასურველია რომ ბეჭდები ხელთათვანის და ბეჭდების არ უნდა. და თვითონ პაციენტს თუ უნდა ქონდეს ნანული კარგად იქცეო და ეს ნანული. დიახ. ეს ნანული ჩუმად გვიჯერებდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ხომ მორჩილ პაციენტს, იმიტომ რომ ხშირად არის, როდესაც ისეთ ისტერიაშია, რომ მისი დაწყნარება ხშირად ექიმებს დაეკნევს და რამდენად აქვს ექთანს დაუშვათ უნარი რომ დააწყნაროს პაციენტი. ყველა ექთანი როგორც წესი ამაზე გამოცდნილია და იციან როგორ დაამშვიდონ, რა თქმა უნდა სხვადასხვა ტიპის პაციენტია, ზოგი ისე კივის რომ არ უსმენს არც ექთანს და არც ექიმს, მაგრამ ამაზე ვიცი რომ ახლა კარგი სამსახური მუშაობს, წინა სკოლებია, დედათა სკოლები, სადაც გადიან ამაზე სწავლებას. როგორ უნდა ისუნთქონ, როგორ მოიქცენ მშობიარობის დროს და ყველა მომზადებული. არა, ამის კულტურა ჯერ მოდი ვთქვათ რომ ბოლომდე არ არის საქართველოში. 100%-იან ვთქვათ 20% დადის მშობიარების, რომლებიც მზად მიდიან უკვე სამშობიაროდ. დანარჩენი ქაოტურად მშობიარობენ. მაგრამ უკვე წამოვიდა ტენდენცია იმისკენ რომ აი ამ წინა სკოლებში იარონ ისწავლონ როგორ უნდა მოიქცენ მშობიარობის დროს მეუღლეც როცა ესწრება მშობიარობას ესეც ერთგვარი სტიმულია თქვენაირი ადამიანი ჭირდება მეუღლეს ეხა ექიმს მინდა ვკითხო ექთნის როლი რამდენად მნიშვნელოვანია და რა არის მშობიარობის დროს გასაგებია რომ ექიმი წამყვანი ძალაა და გართულება იქნება თუ რაც იქნება ექიმზეა დამოკიდებული მაგრამ ექთანი ექთანი ბებიაქალი ეხმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მშობიარობის დროს, რომელმაც ყველაფერი პრაქტიკულად შეგიძლიათ მოიშოროთ პირბადები მშობიარობით. თავარი ფიგურა, რომელმაც
პრაქტიკულად უნდა ჩაატაროს მშობიარობის ეს მანიპულაცია ყველაფერი სტერილურად და ეს ყველა პროცედურა მანიპულაცია დედასთან ესეთი ბავშვის გადაყვანა და მიცემა ეს არის ანუ თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ეგთანმა ანუ მან ფსიქოლოგი უნდა იყოს უნდა იცოდეს როგორ მოეპყროს ადამიანს დამოკიდებულება უნდა ქონდეს თბილი უნდა უყვარდეს პაციენტი ამას გარდა პროფესიული ცოდნა რომ რაიმე შეცდომა ხარვეზე არ დაუშვას და ბოლოს უნდა ბედნიერდებოდეს ამასობაში გაგვეგუდა ბავშვი რამდენი ხანი უნდა იყოს ასეთი არის დედაზე დაწოლილი როდის უნდა მოვაშოროთ უკვე იმიტომ რომ დედაც ტრანვირებულია გასაგებია პირველმა ემოციამ ჩაიარა ეს არის ყველაზე ბედნიერი წუთები დედა და ბავშვის კონტაქტი დიახ და მე მზად გვაქვს აპარატურა სადაც გადავიყვანთ ბავშვს გადავჭრით წიპლავს ავწონით გავზომავთ ცოტა ხანი დავაკვირდებით შევაფასებთ და მე კიდევ შევახვედრებთ დედას და ბავშვს ყופების მშობიარობის დროს რა ხდება ერთი დააწვინეთ მეორე მოდის უკვე იცით როგორ არის ძალიან ხო დიახ საერთოდ მშობიარობის დროს ახლა ესე ტენდენცია რომ შეიძლება საერთოდ მამას დავაწვინოთ ბავშვი არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ შეიძლება მამა მithumetes თუ თქვია მამაც და დედაც ზოგ შემთხვევაში მამა მზად დააწევს და შეიძლება დედა ისე მდგომარეობაშია როკოთის დროს ხდება არ არის აუცილებელი ისედაც შეიძლება შეთანხმებით ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც მამა მიგრძნოს ეს შვილის პირველი სითბო პირველი ურთიერთობა და მზად არის ხოლმე მამა და იწვენს მამა გულზე ხშირად ხდება ესეთი რომ მამები ესწრებიან მშობიარობას და შემდეგ ბავშვებს და მე ალბათ უფრო აქტიურადაც ერთვებიან უკვე ბავშვს კარგი მაშინ ასე პირდაპირ ეთერში იმედში გაჩნდა არაჩვეულებრივი ბიჭი რომელიც იწონის 3 კილოსა და 200 გრამს არის 49 სანტიმეტრი, ატბალიანი შეფასებით 9 მიენიჭა, აუღუნდა რა აქვს სახელი. თქვენზე